იცით ის შეგრძნება, როდესაც იღვიძებთ და ვინმეს სახე იმდენად მკაფიოდ გეჩვენებათ გონებაში, რომ შეგიძლიათ დაიფიცოთ, რომ ის ნამდვილად თქვენთან ერთად იყო. არა მხოლოდ ბუნდოვანი მოგონება, არამედ იმდენად ნათელი, რომ თითქმის გრძნობთ მის ყოფნას ოთახში. და აი, რა მაოცებს, ეს ყოველთვის არ არის ის ადამიანი, რომელზეც უბრალოდ ფიქრობდით. ზოგჯერ ეს არის ადამიანი, რომელიც ძლებია არ გინახავთ, ან ვინმე, რომელსაც ძლივს იცნობთ, მაგრამ მაინც ჩნდება თქვენს სიზმრების სამყაროში, გიყურებთ, გელაპარაკებათ, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. რატომ ხდება ეს? უბრალოდ თქვენი ტვინი აქტიურებს შემთხვევით ნეირონებს ძილის დროს, თუ რაღაც უფრო ღრმა ხდება. ედგარ კეისმა შეიძლება მას მძინარე წინასწარმეტყველის სახელით იცნობდეთ. ათწლეულები დახარჯა ამ ტიპის კითხვების შესწავლაზე. ამ ბიჭმა ტრანსის მდგომარეობაში ყოფნისას 14.000-ზე მეტი ექსტრასენსული კითხვა ჩაატარა და მათი დიდი ნაწილი ეხებოდა სიზმრებს და მათ რეალურ მნიშვნელობას. და რა აღმოაჩინა მან იმის შესახებ, თუ რატომ ჩნდებიან კონკრეტული ადამიანები ჩვენს სიზმრებში? ეს საკმაოდ გასაოცარია. კეისის თქმით, არ არსებობს შემთხვევითი სიზმრის სტუმარი. ყველა ადამიანი, რომელიც თქვენ სიზმრებში ჩნდება, იქ არის თავისი მიზეზით და როდესაც გაიგებთ, რა არის ეს მიზეზი, მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი ხედვა თქვენს ურთიერთობებზე, თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე და იმ საკითხებზეც კი, რაც ჯერ არ მომხდარა. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ 6 მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ვინმე გამოჩნდეს თქვენს სიზმრებში. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ცხოვრების დაუსრულებელ საქმეებზე ან შესაძლოა წარსულშიც კი რეალურ სულიერ შეხვედრებზე, რომლებიც ხდება ძილის დროს, საკუთარი თავის ფარულ ნაწილებზე, რომლებიც საჭიროებენ თქვენს ყურადღებას, კავშირებზე იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი სული მთელი ცხოვრება იცნობს, შეხვედრების ნაწყვეტებზე, რომლებიც ჯერ არ მომხდარა და ეს უკანასკნელი ნამდვილად მომხიბლა. როგორ ქმნის სიყვარული ხიდებს, რომლებსაც ვერაფერი, სიკვდილიც კი ვერ დაარღვევს. მორჩით ბოლომდე, რადგან ეს მეექვსე მიზეზი არის ის, რაც კეისმა აღმოაჩინა სიყვარულის შესახებ, რამაც შეიძლება შეცვალოს თქვენი აზროვნება ყველაფერზე. და სანამ ჩავუღრმავდებით, თუ გსურთ მეტი მსგავსი კონტენტი, დააჭირეთ გამოწერის ღილაკს. კარგი, მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში, გადაუჭრელი ემოციური და კარმული კავშირები. აი, რას ხვდებოდა კეისი, რასაც ადამიანების უმეტესობა ვერ ხვდება. თქვენი ქვეცნობიერი მყარი დისკის მსგავსია, რომელიც არასდროს იწმინდება. ყველა ურთიერთობა, რაც კი ოდესმე გქონიათ, ყველა კამათი, რომელიც არასდროს მოგვარებულა, ყველა ძიმიყვარხარ ან ბოდიში, რომელიც ხმამაღლა არასდროს გითქვამთ, ეს ყველაფერი ისევ იქ არის, სადღაც ღრმად თქვენს ცნობიერებაში. როდესაც ვინმე ჩნდება თქვენს სიზმარში, განსაკუთრებით თქვენი წარსულიდან, კეისის თქმით, ეს ხშირად ნიშნავს, რომ თქვენ შორის რაღაც დაუმთავრებელია. შესაძლოა ეს ამ ცხოვრებიდან იყოს მეგობრობა, რომელიც ცუდად დასრულდა, სიტყვები, რომელთა უკან წაღებაც გსურთ, გრძნობები, რომლებიც არასდროს გამოგიხატავთ. თქვენი გონება ძირითადად მხარზე გიკაკუნებთ და გეუბნებათ. ჰეი, ამას უნდა გავუმკლავდეთ. მაგრამ სწორედ აქ ხდება ყველაფერი ძალიან საინტერესო. კეისი მხოლოდ ამ ცხოვრებით არ შემოიფარგლა. ის საუბრობდა კარმულ კავშირებზე, რომლებიც დიდი ხნის წინანდელ პერიოდს გაჰყვება, შესაძლოა რამდენიმე სიცოცხლეშიც კი. ისეთ რაღაცეებზე, რაც შეგნებულად არ გახსოვთ, მაგრამ თქვენი სული ნამდვილად ახსოვს. თანამედროვე ფსიქოლოგია ამას ნაწილობრივ ადასტურებს. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი ტვინი ქალხძილის დროს გადაუჭრელ ემოციებს ამუშავებს და ცდილობს გაიგოს ის, რაც ბოლომდე არ გვაქვს გამკლავებული. მაგრამ კეისმა ეს საკითხი სულიერ სფეროში უფრო შორს წაიყვანა. მისი თქმით, როდესაც ვინმეზე ოცნებობთ, თქვენი სული შეიძლება გეუბნებოდეს, რომ დროა საბოლოოდ გაუმკლავდეთ იმას, რაც ჩამოკიდებული დარჩა. შესაძლოა, ეს ნიშნავს მათ პატიებას, საკუთარი თავის პატიებას, დახურვის ძიებას ან უბრალოდ იმის აღიარებას, რომ რაღაც მოხდა და მისგან გაშვებას. ეს სიზმრები არ არსებობს იმისთვის, რომ დაგდევნოთ. ისინი მოწვევებია განკურნებისა და წინსვლისკენ. მთელი ამ ტვირთის ტარების გარეშე. ახლა მეორე მიზეზი არის ის, რაც თითქმის შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, რეალური სულის შეხვედრების სიზმარში. კეისი სიზმრებს არ აღიქვამდა მხოლოდ სიმბოლურ ფილმებად, რომლებსაც თქვენი ტვინი ძილის დროს ქმნის. ის თვლიდა, რომ ეს შეიძლება იყოს პირდაპირი გამოცდილება, სადაც თქვენი სული რეალურად მიდის და რაღაცებს აკეთებს. და ერთ-ერთი ასეთი რამ, სხვა სულებთან შეხვედრა. მან სიზმრის მდგომარეობა აღწერა, როგორც ეს ღია სამყარო, სადაც სულებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ყველა იმ ფიზიკური შეზღუდვის გარეშე, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით სიფხიზლის დროს. მანძილს მნიშვნელობა არ აქვს. დრო სხვაგვარად მუშაობს.
ამ სივრცეში, როდესაც ვინმე სიზმარში ჩნდება, შესაძლოა, გარკვეულ დონეზე ნამდვილად მასთან იყოთ. ვიცი, რომ ეს საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ დაფიქრდით. რამდენჯერ გინახავს ვინმეზე წარმოუდგენლად ნათელი სიზმარი და მეორე დღეს არსაიდან გირეკავს. ან მოულოდნელად წააწყდები, ან გეუბნება, რომ ზუსტად იმავე დროს შენზე ფიქრობდა. კეისი ამას სულის ტელეპათიას უწოდებდა. ეს არის კომუნიკაცია, რომელიც ხდება ფიზიკური სამყაროს მიღმა, იმის მიღმა, რისი გაზომვა ან დანახვაც შეგვიძლია. ამ მომენტებში, თქვენი სიზმარი არ არის მხოლოდ თქვენი ქვეცნობიერის მიერ ძველი მოგონებების გამეორება. ეს არის რეალური საერთო გამოცდილება, ორი სული, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ისეთ დონეზე, რომელიც გაცილებით სცილდება ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს. ზოგიერთი ადამიანი იხსენებს სიზმრებს, რომლებიც უფრო რეალური ჩანს, ვიდრე თავად რეალობა და შემდეგ იღვიძებს იმ განცდით, რომ მათ ნამდვილად გაატარეს დრო ამ ადამიანთან. კეისი ითხოვდა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ძალიან რეალური გაგებით ასეც იყო. კარგი, მესამე მიზეზი და ეს მოითხოვს, რომ ცოტათი ჩაიხედოთ სარკეში. ყველა ადამიანი, ვინც თქვენ სიზმრებში ჩნდება, სინამდვილეში არ წარმოადგენს საკუთარ თავს. ზოგჯერ, კეისის თქმით, ეს სარკეებია, რომლებიც ასახავს თქვენი შინაგანი სამყაროს ნაწილებს. დაფიქრდით ასე. თქვენ გესიზმრებათ მეგობარი, რომელიც ყოველთვის ძალიან თავდაჯერებულია და უყოხმანოდ გამოთქვამს თავის აზრს. ეს შეიძლება საერთოდ არ ეხებოდეს თქვენს მეგობარს. შესაძლოა, ეს თქვენი ქვეცნობიერი გონება გიჩვენებ თვისებას, რომელიც თქვენში უნდა განივითაროთ, გამბედაობა, თავდაჯერებულობა, უნარი, დაიცვათ ის, რისიც გჯერათ. ან იქნებ გესიზმრებათ მშობელი, რომელიც ბავშვობაში ძალიან მკაცრი იყო თქვენს მიმართ. ეს შეიძლება წარმოადგენდეს თქვენს შინაგან კრიტიკოს, ხმას თქვენს თავში, რომელიც ყოველთვის გესჯით ან შეუძლებელ სტანდარტებს გაკისრებთ. კარლ იუნგიც საუბრობდა ამაზე, როდესაც სიზმრის პერსონაჟებს ჩვენი ფსიქიკის სხვადასხვა ასპექტის პროექციებად აღიქვამდა. კეისი დაეთანხმა ამ იდეას, მაგრამ მას სულიერი ფენა დაამატა. მან თქვა, რომ თქვენი უმაღლესი მეჭკვიანია, მან იცის, რომ თუ ის უბრალოდ აბსტრაქტულ სიმბოლოებს ან შემთხვევით ფიგურებს გაჩვენებთ, შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ. მაგრამ როდესაც ის იყენებს სახეებს, რომლებსაც იცნობთ, ადამიანებს, თქვენ გაჩერდებით და დაფიქრდებით ამაზე. ეს სიზმრები გთხოვენ უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ. რას წარმოადგენს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? რა თვისება აქვს მას, რაც გიზიდავთ ან გაწუხებთ? და როგორ უკავშირდება ეს თქვენს შინაგან რაღაცას, რაც ყურადღებას საჭიროებს? თითქოს თქვენი სული ნაცნობ სახეებს იყენებს თქვენთან მოსახვედრად, რათა გაჩვენოთ საკუთარი თავის ის ნაწილები, რომლებსაც შეიძლება უგულებელყოფთ ან ის ნაწილები, რომლებიც ინტეგრირება და მიღება გჭირდებათ. მეოთხე მიზეზი და ეს კეისის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი სწავლება, შესაძლოა, თქვენ შეხვდეთ თქვენი სულების ჯგუფის წევრებს. კეისი თვლიდა, რომ სულები ჯგუფურად მოგზაურობენ, ერთგვარად სულიერი ოჯახების მსგავსად. ეს ის სულებია, რომლებთანაც თქვენ განსხეულდით არაერთხელ სხვადასხვა ცხოვრებაში. ისინი ჩნდებიან როგორც თქვენი მშობლები, თქვენი და-ძმები, თქვენი უახლოესი მეგობრები, თქვენი რომანტიკული პარტნიორები, ზოგჯერ კი ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც გიბიძგებენ ან კონფლიქტს ქმნიან, რადგან ეს არის ის ნაწილი, რაც ერთად უნდა ისწავლოთ. როლები იცვლება ერთი ცხოვრებიდან მეორეში, ვინც ახლა თქვენი დედაა, შეიძლება თქვენი შვილი ყოფილიყო წარსულ ცხოვრებაში, ან თქვენი საუკეთესო მეგობარი, ან თუნდაც თქვენი მეტოქე. მაგრამ ძირითადი კავშირი, ეს სულის კავშირი მუდმივი რჩება. როდესაც თქვენი სულების ჯგუფის ვინმე ჩნდება თქვენს სიზმარში, კეისის თქმით, ეს ხშირად შეხსენებაა იმისა, რომ თქვენი მოგზაურობები გადაჯაჭვულია. ეს სიზმრები შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ თქვენ აპირებთ მათთან ხელახლა დაკავშირებას ფხიზელ ცხოვრებაში, ან რომ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ფიზიკურად დაშორებული ხართ, თქვენ შორის რაღაც მნიშვნელოვანი ხდება სულის დონეზე. და აი, რაღაც ნამდვილად ველური. ზოგჯერ თქვენი სულების ჯგუფის ადამიანები თქვენს სიზმრებში ჩნდებიან მანამ, სანამ მათ ამ ცხოვრებაში შეხვდებით. ეს თითქოს თქვენი სული მათ ცნობიერ გონებაზე ადრე ამოიცნობს, გამზადებთ მომავალი ურთიერთობისთვის, იმ ადამიანისთვის, ვინც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. მეხუთე მიზეზი არის ის, რაც ნამდვილად გაიძულებთ ეჭქვეშ დააყენოთ ყველაფერი, რაც გონიათ, რომ იცით დროის შესახებ. სიზმრებს რეალურად შეუძლიათ გაჩვენოთ მომავალი. კეის ჰქონდა ეს გაგება, რომ როდესაც სიზმრის მდგომარეობაში ხართ, თქვენი სული არ არის ჩარჩენილი ხაზოვან დროში, როგორც თქვენი ფხიზელი გონება. წარსული, აწმყო, მომავალი, ეს ყველაფერი ერთდროულად არსებობს სულის დონეზე. და ამის გამო, ზოგჯერ თქვენი სიზმრები გაძლევთ წინასწარი წარმოდგენას იმაზე, რაც ჯერ არ მომხდარა.
ვიცი, რომ სკეპტიკოსები ამას თვალებს ატრიალებენ, მაგრამ არსებობს უამრავი დოკუმენტირებული შემთხვევა, როდესაც ადამიანები ძალიან კონკრეტულ სიტუაციებში უცნობებზე ოცნებობდნენ და შემდეგ კვირების ან თვეების შემდეგ ზუსტად ამ ადამიანს ხვდებოდნენ ისეთ გარემოებებში, რომლებიც თითქმის იდეალურად ემთხვეოდა სიზმარს. იგივე ადგილმდებარეობა, იგივე საუბარი, იგივე გრძნობა. კეისი არ ფიქრობდა, რომ ეს დამთხვევები იყო ან უბრალოდ უცნაური შემთხვევითობა. ის მათ სულის წინასწარ განჭვრეტას უწოდებდა. ის თვლიდა, რომ თქვენს სულს ზოგჯერ იცის, რა გელით მომავალში და ამას სიზმრების საშუალებით გიგზავნით, რათა ემოციურად და სულიერად მოამზადოთ მომავალი მოვლენებისთვის. ეს ჰგავს თქვენი ცხოვრების ერთი თავის წინასწარ გადახედვას, სანამ მას რეალურად იცხოვრებთ. საქმე იმაშია, რომ კეისი ასევე ასწავლიდა, რომ მომავალი ბოლომდე განსაზღვრული არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს თავისუფალი ნება, ჩვენ მაინც ვაკეთებთ არჩევანს. მაგრამ არსებობს გარკვეული შეხვედრები, გარკვეული ურთიერთობები, გარკვეული მომენტები, რომლებიც, როგორც ჩანს, განწირულია და თქვენს სულს შეუძლია ამ ყველაფრის შეგრძნება, სანამ თქვენი ცნობიერი გონება დაეწევა. ეს სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველურად მოგეჩვენოთ და შესაძლოა, ასეც იყოს. შესაძლოა, თქვენი სული ცდილობს მოგამზადოთ მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომელიც მალე შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ან გაგამზადებთ სიტუაციისთვის, რომელშიც ნავიგაცია მოგიწევთ. სანამ მე-6 და ყველაზე ძლიერ მიზეზზე გადავალთ, თუ ეს ვიდეო თვალს გიხელთ ისეთ რამეებზე, რაზეც აქამდე არასდროს გიფიქრიათ, გამიკეთეთ სიკეთე და გაუზიარეთ ის ადამიანს, ვისაც ეს უნდა გაიგოს. კარგი, მოდით ვისაუბროთ ყველაზე ლამაზ მიზეზზე. მე-6 სიყვარულის მარადიული კავშირები. ეს იყო კეისის ყველაზე ღრმა სწავლება და გულწრფელად რომ თქვა, ეს არის ის, რაც ყოველ ჯერზე, როცა ამაზე ვფიქრობ, ჟრუანტელს მივლის. კეისი თვლიდა, რომ ნამდვილი სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული არ არის ის, რაც უბრალოდ გარკვეული ხნით არსებობს და შემდეგ ქრება. ის ურღვევია. ის გრძელდება დროში, სიცოცხლის მანძილზე, განზომილებებში, რომელთა სრულად გაგებაც კი არ შეგვიძლია, სანამ ფიზიკურ სხეულში ვართ. როდესაც სიზმარში ჩნდება ადამიანი, რომელიც ნამდვილად გიყვართ, განსაკუთრებით გარდაცვლილი, კეისის თქმით, ეს არ არის მხოლოდ თქვენი ტვინის მიერ ძველი მოგონებების გამეორება, ან თქვენი მწუხარების გამოვლინება. ეს ხშირად რეალური ვიზიტია. სიყვარული ქმნის სულიერ ხიდს, კავშირს იმდენად ძლიერს, რომ საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ ფიზიკური სამყაროს ყველა ნორმალურ ზღვარს მიღმა. დაფიქრდით გარდაცვლილ საყვარელ ადამიანებზე სიზმრებზე. ზოგჯერ ისინი განსხვავდებიან ჩვეულებრივი სიზმრებისგან, არა? ისინი უფრო მკაფიოდ, უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, თითქოს ეს ადამიანი ნამდვილად იყო თქვენთან. ნამდვილად ცდილობდა რაღაცის თქმას ან უბრალოდ გაცნობოთ, რომ კარგად არის. კეისი ასწავლიდა, რომ ეს არის რეალური შეხვედრები, მომენტები, როდესაც სამყაროებს შორის ფარდა საკმარისად თხელდება იმისთვის, რომ ერთმანეთის მოყვარულმა სულებმა ხელი მოჰკიდონ და დაუკავშირდნენ. და აი, კიდევ ერთი რამ, რაც მან ხაზგასმით აღნიშნა. სულის მეგობრები არ არიან მხოლოდ რომანტიკული პარტნიორები. ეს არის ამაზე ფიქრის ასეთი შეზღუდული გზა. თქვენი სულის მეგობრები არიან ოჯახის წევრები, მეგობრები, მენტორები, მასწავლებლები, თუნდაც ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ცოტა ხნით იცნობდით, მაგრამ რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალეს თქვენი ცხოვრება. ყველა, ვისთანაც გულწრფელი სიყვარული გაგიზიარეთ, სულის დონეზეა თქვენთან დაკავშირებული. ამ ადამიანებზე სიზმრები შეიძლება იყოს შეხვედრები, განკურნების მომენტები ან ზოგჯერ ისინი გამზადებენ იმ მოგზაურობის შემდეგი ეტაპისთვის, რომელსაც ერთად გაიზიარებთ. რადგან კეისის თანახმად, ეს ურთიერთობები არ მთავრდება. ისინი ვითარდება, გრძელდება, სხვადასხვა ფორმით ისევ ჩნდება. ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს გულწრფელად გიყვართ, ნამდვილი თანაგრძნობისა და ზრუნვის ყოველი აქტი, ეს სინათლეს მატებს თქვენი სულის ჩანაწერს. და ეს სინათლე არასდროს ქრება. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მსოფლიოს მეორე მხარესაა თუ სიკვდილის მეორე მხარეს. ეს სინათლე შუქურასავით ხდება, რომელიც მოსიყვარულე სულებს სხვადასხვა ინკარნაციებში, სხვადასხვა სიცოცხლეში აერთიანებს. ასე რომ, როდესაც ოცნებობთ საყვარელ ადამიანზე, ეს არის შეხსენება რაღაც უფრო ღრმაზე, ვიდრე ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივ ფხიზელ ცხოვრებაში განვიცდით. ეს არის შეხსენება, რომ სიყვარული თავად მარადიულია. სიყვარული აღემატება სხეულებს, აღემატება დროს, აღემატება ყველაფერს, რასაც ჩვენ მუდმივად მივიჩნევთ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სიყვარული ერთადერთი რამაა, რაც რეალურად გრძელდება და ის თქვენს გზას დიდი ხნის განმავლობაში წარმართავს ინდივიდუალური სიცოცხლის დასრულების შემდეგაც. სწორედ ეს აღმოაჩინა კეისმა და სწორედ ეს ხდის ამ სიზმრებს ასე წარმოუდგენლად ძვირფას. ისინი არ არიან უბრალოდ შემთხვევითი სურათები.
ისინი იმის დასტურია, რომ ჩვენს მიერ შექმნილი კავშირები, სიყვარული, რომელსაც გავცემთ და ვიღებთ, ყველაფერი მნიშვნელოვანია იმ დონეზე, რომლის გაგებაც ძლივს შეგვიძლია. ასე რომ, არსი, როდესაც ვინმე ჩნდება თქვენს სიზმარში, ედგარ კეისი გეტყვით, რომ ყურადღება მიაქციოთ. ეს არასდროს არის უაზრო. ეს შეიძლება მიუთითებდეს გადაუჭრელ ემოციებზე, რომლებიც საჭიროებენ განკურნებას. ეს შეიძლება იყოს რეალური სულიერი შეხვედრა, რომელიც ხდება რეალურ დროში. ეს შეიძლება გიჩვენოთ საკუთარი თავის ანარეკლი, რომელიც უნდა ნახოთ. ეს შეიძლება იყოს კავშირი თქვენი სულების ჯგუფის ვინმესთან. მომავალი შეხვედრის წინასწარი მიმოხილვა ან შეხსენება სიყვარულის მარადიული კავშირების შესახებ, რომელთა გაწყვეტაც ვერავინ შეძლებს. სიზმრები არ არის მხოლოდ თქვენი ტვინის მიერ შემთხვევითი ქმედებების შესრულება, სანამ არაცნობიერი ხართ. ისინი თქვენი სულიდან მომდინარე შეთხობინებებია, ხელმძღვანელობა, რომელიც მიზნად ისახავს დაგეხმაროთ განკურნებაში, უფრო მეტად გაცნობიერებაში და იმათ ჩამოყალიბებაში, ვინც სინამდვილეში ხართ. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა, დაწერეთ კომენტარი და მითხარით. ამ 6 მიზეზიდან რომელი მოგხიბლათ ყველაზე მეტად. გქონიათ თუ არა ოცნებები, რომლებიც ამ კატეგორიებიდან რომელიმეს ჯდება. სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს ისტორიებს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. თავისუფლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარების განყოფილებაში. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა კომენტარი დაწეროთ, უბრალოდ აკრიფეთ თიას.